დღევანდელ ნახევარფინალში შეხვდებით მარიამ სანოგოს ოქროს ღილაკს ანსამბლი ნენსკრა ფანტასტიკური შემადგენლობის ანსამბლი რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმესაც აკეთებს თავის მხრივ რა თქმა უნდა ფოლკლორის ნაწილში და თან ნიჭერისთვისაც ფასდაუდებელია მათი მონაწილეობა ლალი ჩხეტიანი ანსამბლის ხელმძღვანელი ვსტუმრობს დღეს და მარიამ სუბელიანი ანსამბლის წევრი დილა მშვიდობის გამოდან ლალი თქვენი мотивация რა იყო რომ ნიჭიერში მობრძანდით და მონაწილეობა მეიღეთ ჩვენი мотивация მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმებით თქვენ დილა მშვიდობისა მივესალმები ეს მაყურებელს ძალიან ბედნიერი ვართ რომ მოვხვდით ამ სტუდიაში და ზოგადად ნიჭიერში ჩვენი ჩემი ძირითადი მიზანი იყო ამ თის შვილები წარმეჩინა მთელი საქართველოს წინაშე და აი ძალიან რთულ პირობებში მაღალმთიან რაიონებში გაზრდილი ბავშვები რომ ამ სცენაზე მოხვდნენ ამით ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობა ამისთვის ჯერ პირველ რიგში ჩვენს მომწვევს იმაში ნიჭიერში დათო ცინცაძეს და მერე ჩვენს ჟიურის რა თქმა უნდა მარიამ სანოგოს ჩვენს გულშემატკივრებს ჩვენს მაყურებელს და ყველა თქვენთაგანს ყველა ტექნიკურ პერსონალს ვინც ამ საქმეში ჩართულია უღრმესი მადლობა ესე იგი მთელი საქართველოა წარმოდგენილი ნიჭიერში და რა თქმა უნდა სვანეთიდან დიდებული სტუმრები მარიამს ნამდვილად მადლობა რომ საგზური პირდაპირ ნახევარფინალში მოგანიჭათ ესე იგი მარიამსაც მინდა ვკითხო ოქროს ღილაკი რომ ამოქმედ და რა შეგრძნება იყო ეს ელოდით თუ არა ესეც უცებ საგზურს უცაბეთ საგზურს პირველ რიგში მოგესალმებით აი ენით აუწერელი ემოციები იყო აი მართლა დღემდე ვერ ვიჯერებ და ჩემი გუნდის წევრებიც შორიდან რომ უყურებდით აი დაუჯერებელი იყო მართლა და უღრმესი მადლობა მარიამს რა ხდებოდა სვანეთში ამ დროს როდესაც გავიდა ეთერში თქვენი ეს წარმატების ამბავი ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მაშინ ახლა მითხრით დღევანდელ საღამოს რას აპირებენ სვანები როგორი ჩართულობა და აქტიურობა იქნება იმიტომ რომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის ზარები რომელიც დღეს უნდა შემოვიდეს ხო თქვენს მხარდასაჭერად რამე ინფორმაციას თუ ფლობთ ძალიან ბევრი ყავს გულშემატკივარი დიდი იმედებით ელოდებიან ნამდვილად მაგრამ მე რა ვიცი მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის ჩვენი წარმატება და ჩვენი ბედნიერი დღე იყო ის ოქროს ღილაკი. აბარა. ხო, ზოგჯერ ამით ვარ ბედნიერი რაღაცებისთვის ღირს ძალიან დიდი ძალისხმევის გაღება, როდესაც ერთი ბედნიერებაც როცა საკმარისია და მნიშვნელოვანია. ძალიან იცი არის ზოგი ისე ასრულებს თავის შემოქმედებით გზას რომ ვერ ხდება ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე და კიდე სხვა პასუხისმგებლობა არის ხო როდესაც ამდენი მაყურებლის წინაშე ამხელა პუბლიკის წინაშე გიწევთ გამოსვლა და წარსდგომა ერთია როდესაც მაყურებელზე გვაქვს აქცენტი და ესე ვთქვათ იმედი გვაქვს რომ დაურეკონ თავიანთ ფავორიტებს და ისიც უნდა ითქვას რომ დღეს ჟიურიც გადაიყვანს ორ კონკრეტულ ნახევარფინალში არ ჩვენთვის იქნება თქვენს გრძნობით მაგრამ პირველი თქვენ უნდა გააკეთოთ თქვენი არჩევანი და მე იქიდან გამომდინარე ჩვენს ვიმუშავებთ რა თქმა უნდა იქნებით, თქვენ უნდა იყოთ მობილიზებულები, პირველ რიგში არჩევანი თქვენ უნდა გააკეთოთ და ბუნებრივია ჟიურის თავის გასაკეთებელს იზამს. ესეც ასე მოკეთ ორი სიტყვით გითხარით დღეს რას მოვისმენთ თქვენგან ნახევარფინალში რა მოგვიმზადეთ? დღეს ჩვენგან ისევ ფერხული რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ძალიან დიდარია ჩვენი ფოლკლორი სვანეთის და მინდა სვანეთი წარმოვადგინოთ ისევ ფერხულები. დალის ფერხული ხო არ იქნება? დალის ფერხული თამარ დედფალი იქნება.